ოპერაციას, რომელიც მომიტინგეების დასარბევად დილის 4 საათზე დაიწყო, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის შინაგანი სპეცდანიშნულების 420 კაციანი შემადგენლობა კი მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. სამხედროებმა შეკრებილები ალყაში მოაქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ. რუსთაველის გამზირი სისხლიანი გვამებით, დაჭრილი და ნაწამები მომიტინგეებით იყო მოფენილი. 21 გარდაცვლილი და დღემდე დაუდგენელი რაოდენობის მოწამლული ადამიანი. ასეთი იყო შედეგი იმ ტრაგედიისა, რომელიც საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა სწორედ 1989 წლის 9 აპრილს დაადრიალა. ეს ტრაგედია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ნათელი ფურცელია, იმიტომ რომ აქედან ახალი დამოკიდებულება, ახალი ერა დაიწყო, რომ ვთქვიან, საქართველოს ცხოვრებაში. მაინც მე რაკი იმდროინდელი კაცი ვარ და მონაწილე ვარ იმ პროცესების. ეს ტრაგედიად მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენს გვერდზე იყო ის ხალხი, რომელმაც შეწირეს სამშობლოს სიცოცხლე. ეს ჩემთვის როგორც ქართველისთვის, როგორც მამასთვის ეს არის ორმაგი ტკივილი, იმიტომ რომ ის რაც მაშინ მოხდა, იყო ჩვენი შვილებისთვის. ადამიანის დაღვრილი სისხლი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლის ფასად გაღებული მსხვერპლი მუდამ იქნება სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი არჩევანი არის თავისუფლება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ყველა ვჯდებით და როგორც ვიყავით შეთანხმებული, ფლანგებს ვიკავებენ გასები. ახალგაზრდების ჯგუფი კი დაძაბული სიტუაციის განუხტვას ცეკვით ცდილობდა. დიდ ტრაგედიამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. დილის 4 საათზე ძერჟინსკის დივიზიისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები მძიმე ტექნიკით აქციის წევრებისკენ დაიძრნენ და ხალხს სასანგრე ნიჩბებითა და მომაკვდინებელი მხუთავი აირის გამოყენებით გაუსწორდნენ. ხელისუფლების ნამდვილად ჩემთვის პირდაპირ ძალიან მალევე პირისპირ შევეჯახე მათ. მე ვიყავი გვამებში, ანუ გვამები ცალკე იყო დალაგებული, მე ვიყავი გვამებში, როგორც მკვდარი ვიყავი რეალურად. მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება, აც გარდაცვლილი ჩემი მეგობრის მიშა კრიხელის დამთავრდა ყველა გვამებს ათვალიერებდნენ, მან ვიცნო მე და უბრალოდ პულსი მქონდა შერჩენილი აი აქ. ხელკეტები ქონდათ, რაღაცა საგნები ქონდათ. და გვირწყავდნენ მანქანებზე, გვიშლიდნენ ხელს ამ გადაადგილებაში. ძღოლს უთხარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდე, აქ ამწარებულებმა სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ. საბჭოთა ხელისუფლება მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტს უარყოფდა. როდიონოვი ამტკიცებდა, რომ აქციის დაშლისას физикურ ангარიშწორებას ადგილი არ ჰქონია. Мы с этого начали разбираться. Ни на одном не было ни одной резаной, колотой, разморженной раны. 9 აპრილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მსოფლიოს სულ სხვა რეალობა აჩვენა კინემატოგრაფ გოგა ხაინდრავას გადაღებულმა კადრებმა და იური როსტის ფოტოებმა. 9 აპრილის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა კადრი, სადაც რუსული არმიის ტანკს ქართველი მამაკაცი ხელკეტით ებრძვის. ვინც ეს გადაიღეს, გმირები არიან ელდარ შენგელაიამ, მოახერხა იმ მასალის შეკრება
ფილმად ქცევა, მან სრული გმირობა ჩაიდინა. ის კასეტა, რომელიც დაამონტაჟა 9 აპრილის შესახებ, აი პირდაპირ ყრილობს და ცხვირწინ დაუდო გარბაჩოვს და უთხრა, ნახეთ ეს, ნახეთ რა მოხდა თბილისში. აი ეს არის სიმართლე. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას რუსეთისათვის მოვლენების მოულოდნელი განვითარება მოჰყვა. თავისუფლებისთვის ბრძოლამ ქვეყანაში შეუქცევადი სახე მიიღო და 2 წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. აი ესეთი ერთიანობა საქართველოს შეიძლება საუკუნეები არ ახსოვს. აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეების სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით მანიფესტაციის დაშლის დროს 16 კაცი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა იყო. 9 აპრილს წინ რამდენიმე მოვლენა უცხოდა. აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ. 1999 წლის 2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა. 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო. ამავე საღამოს 7 საათზე კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. როგორც გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა კავშირის მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა უნდა გამოეცხადებინა. საქართველოში დროებითი მთავრობა უნდა შექმნილიყო და ავტონომიური ფორმირებები გაუქმებულიყო. 7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ 20,000-მდე კაცი იმყოფებოდა. მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 8 აპრილს კრემლის ზეგავლენით საქართველოს რესპუბლიკური აქტივის ხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. 9 აპრილს მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გამოაგზავნეს. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა. აქციის მონაწილეებს, ნიჩბებსა და ხელკეტებს ურტყამდნენ შეძახილებით სტალინისათვის. მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა. როგორც შემდგომ გაერკვა, მიტინგის დარბევისას ქიმიური იარაღიც იყო გამოყენებული. ექიმები დაზარალებულებს ვერ ეხმარებოდნენ, რადგან ამ ქიმიური იარაღის შემადგენლობა არ იცოდნენ. 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს საფუძველი ჩაუყარა. 9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად ცემისა და სიხარულის დღეა. აპრილის იმ დღეებში თბილისის ქუჩები თავისუფლებას მოწყურებული ადამიანებით გაივსო. ხალხის ნება მტკიცე იყო. 68 წლით ადრე იმპერიალისტური რეჟიმის მიერ წართმეული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თითქოს ვეღარაფერი შეაჩერებდა. რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში გამოვლენილი სისასტიკის მიუხედავად, მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ 20,000 სრულიად შეუიარაღებელი, შვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად ტანკი, ბეტერი, ორლესული ნიჩაბი ან აკრძალული მომწამვლელი ნივთიერება, ხუთავი აირი იქნებოდა გამოყენებული.
შეკრებები თბილისში 4 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ რაც მარტში აფხაზეთში ჩატარებულ ლიხნის კრებაზე ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომლის მთავარი გზავნილი აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა იყო. ლიხნში საბჭოთა უშროების კომიტეტმა შეკრიბა ხალხი და მიაღებინა ეგრეთ წოდებული დეკლარაცია, თითქოს და მათ სურდათ საქართველოსგან გამოყოფა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. ამან გამოიწვია ძალიან დიდი მღელვარება. ქართული მოსახლეობა შეადგენდა უმრავლესობას, 250,000-ზე მეტი ადამიანი იყო, გამოსვლები დაიწყო სოხუმში, გაგრაში და აი სწორედ ძირითადი მოთხოვნები დაკავშირებული იყო და ლოზუნგები აფხაზეთის საკითხთან, მერე თბილისში დაიწყო 4 აპრილს ეს გამოსვლები, აქ იყო ლოზუნგები, ესე რომ ვთქვათ, ძირსეპარატიზმი, გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გადადგეს ადლეიბა და ასე შემდგომ და მერე ჩვენ სწორედ მახსოვს, აი მერაპოსტავს ზვიად გამსახურდი ამ ირაკლი წერეთელმა, მე გიორგი ჭანტუ, ჩვენ საღამოს შევიკრიბეთ და ჩვენ მივხვდით, რომ საჭირო იყო, აუცილებელი იყო კორექტივის შეტანა მნიშვნელოვანი ამ აქციის მიმართულებაში, რომ ესე იგი რომ კრემლს ესე არ წარმოეჩინა აქ მოვლენები და შეცდომაში არ შეეყვანა საერთაშორისო საზოგადოება, თითქოს აქ ადგილი ჰქონდა რაღაც ეთნიკურ კონფლიქტს. ჩვენ კაფიოდ გამოვკვეთეთ, რომ ვისაც ვებრძვით და რასაც ვებრძვით, ეს არის რუსეთის კომუნისტური საბჭოური იმპერია და ამიტომ ძირითადი ლოზუნგები და მოთხოვნები, რომელიც გამოვიტანეთ, ეს იყო მოვითხოვთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, აი ეს ხო მაშინ აღდგენის მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი ის კი არა თვითგამორკვევა. თბილისში შეკრებებმა პიკს 6 აპრილს მიაღწია, როდესაც აქციის სადავეები ხელში აიღეს ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ, გიორგი ჭანტურიამ, ირაკლი წერეთელმა, ირაკლი ბათიაშვილმა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოითხოვეს. მათ 10,000 ქართველი შეუერთდა და საპროტესტო ტალღამ 1988 წლის ნოემბრის ანტისაბჭოთა გამოსვლების ერთგვარი გაგრძელების ხასიათი მიიღო. მთავრობის სახლის ფასადზე გაჩნდა ლოზუნგები კომუნისტური რეჟიმის დამხობის მოწოდებებით. ჩვენ სკოლაში ვიყავით, მაშინ ვასწავლეთ, მაშინ ძალიან პოპულარული სკოლა იყო, D6 სკოლა. ახალგაზრდები ვიყავით და ძირითადი საფიქრალი დასვენებაზე, საფიქრალი იყო ეს თემები და აქ ვიკრიბებოდით ხოლმე სკოლის შემდეგ. ვცდილობდით, რომ ბავშვები მაინც მოგვერიდებინა. თუმცა განწყობა ამ სკოლაში უკვე სხვანაირი იყო, ერთგვარად თავის ხელმძღვანელობიანა, მასწავლებლიანა, მოსწავლიანა, კაცრი იდეოლოგიური განწყობით არ იყო ის სკოლა და ჰაერში ტრიალება უკვე რომ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და სინამდვილეში გულშემატკივარიც თითქმის არავინ აღარ ყავდა. მე მგონი თვითონ სინიც კი ვისაც და წესით გულშემატკივრა. ყველა გზდობდა რომ უსამართლო და არასწორი იმპერია იყო. რბილად რო ვთქვათ. ახლა შეიძლება რომ დიდხანს ესე ვთქვათ ლანძღო. ბუნებრივი ახალი თაობა, ახალ ცვლილებებს ითხოვდა, ახალ ურთიერთობებს ითხოვდა და უკვე ყველა ცხადი იყო რომ ის რაც გადაწყვეტილება სადაც მიიღებოდა, ის აღარ იყო ლეგიტიმური კი არა, აღარ იყო დამაჯერებელი მათი გადაწყვეტილებები. ასე რომ ეს იყო ამის საფუძველი და საფანელი, რაც ხდებოდა პროცესები. ეს არ მოხდებოდა, სხვა რამეზე მოხდებოდა. მაგრამ აი ამანაც აჩვენა რომ ეს როგორი ბოროტ იმპერია იყო, რომ სიამდვილეში აი როგორც გველეშაპმა კუდი ისე მოიქნია. არა მარტო აქ ბალტიისპირეთშიც და სხვაგანაც და სხვაგანაც. ის ადამიანებიც კი გულისხმობ მოსკოვში, გარბაჩოვს და სხვებს, რომლებიც ესე იყვნენ როგორც დიდი ადამიანის უფლებების დავცველი და რაღაცები. სიამდვილეში ისინი იძულებული იყვნენ ამას აკეთებდნენ, თორე რაც იყო მათი ხასიათი არ გამოჩნდა, ხო? ეს ხო ელემენტარულ ადამიანებმა გასცემს ბრძანება. განწყობა ესეთი იყო, რომ უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო აქედან წინააღმდეგობა. ეს მარტო ეს შიშის გამო კი არ ხდებოდა, რასაც სიმთქელეც იყო რომ ეს ამბავი არ გვიდა, მაგრამ ჩვენ არ გვიდა ძალადობა. ეს იყო ამის საფანელი ისევ ძალადობის ფორმით არ იყო. მოსკოვში თათბირი თათბირზე იმართებოდა. დაიწყო ვითარების ეგრეთ წოდებული სტაბილიზაციის გეგმის მომზადება. SSRK თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა განკარგულება გასცა თბილისში სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ გენერლები კოჩეტოვი, როდიონოვი და საკუთარი შეხედულებისამებრ, ვითარების შესაბამისად ემოქმედად. 7 აპრილს თავდაცვის საბჭოს სლომაზე გენერალმა კოჩეტოვმა აქციის დაშლა კატეგორიულად მოითხოვა. შილოვის ბრძანებით თბილისში დამატებით გაიგზავნა შინაგანი ჯარის და მილიციის სპეციალური ქვედანაყოფები. 2000-ზე მეტი ჯარისკაცი.
კაცი. ქვეყნის პარტიული ხელმძღვანელები კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვდნენ, თუმცა როდიონოვმა კატეგორიული უარი განაცხადა. მიზეზად ჯარისკაცთა არასაკმარისი რაოდენობა დაასახელა. კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლთან 500-მა ქალმა შიმშილობა გამოაცხადა. მთავრობის სახლთან ამ დროისთვის უკვე 20,000-ზე მეტი მომიტინგე იდგა. ცეკაში კი მათი დაშლის სცენარს ამზადებდნენ. ვაში ვიყავი ქუჩაში და შევხვდა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ბეგლარ მახარაშვილი და მიკითხე ბატონო ბეგლარ როგორ არის საქმე მეთქი ჩაიქნია ხელი გადაწყვიტეს ყველაფერი ორ შაბათს არიელი უნდა იყოს 8 იყო შაბათი ბრძოლობა ესეთი რომ ორ შაბათს უნდა იყოს თავისუფალი ესე იგი შაბათ ღამეს რაღაც თავის საქმეს გააკეთებენ რომ მე კვირას დაასუფთავენ როდის ხდება ყველაფერი ხდება გამთენიას ესეთი რაღაცები მაშინ როდესაც ბიოლოგიურად ყველაზე პასიური ადამიანი ლოგიკა იყო კიდევ ესეთი რომ თუ არ უნდა ცისხლი მაშინ სადღაც 11-12 საათზე შემოვლენ იმიტომ რომ 11-12 საათზე ყველაზე ცოტა ხალხი იყო თუ უნდა 18 სისხლი იყოს მაშინ გამთენიას იქნებოდა იქ და ჩანდა მთავრობის სასახლის ჭიშკრები ცხაურები იყო და იქ უკან შიგნით ჩანდა ჩამწკრივებული ჩაჩქანებით, ნიღბებით, ფარები და სამხედრო ნიჩბები არის შავი, ალესილი ნიჩბები. ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლის ბრაში, პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი, წარმოდგა ქართველიერი დის წინაშე. 8 აპრილს ღამით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მოსალოდნელი საფრთხე უკვე აშკარა იყო. თუმცა დაშლის ნაცვლად ქვეყნის მთავარ მოედანზე მომიტინგეთა რაოდენობა იზრდებოდა. ბასრის ხეულის გეუბნები ეს იყო სანიმუშო მშვიდობიანი მიტინგი ანტისაბჭოური რომელიც ვერანაირად ვერ დაუშვეს საბჭოთა კავშირის მაშინდელ მესორებმა და უკასრესად დასაჯეს ქართველი ხალხი უკასრესად და ეს დაჟა ეს ხალხის ჟლეტვა ეს იყო არნახული წარმოსდასანახი და არნახული შესაძლებლები ეს არ იყო წიგნში მოყოლილი რამე არც კინოში ნანახი უშუალოდ ხედავდი როგორ წირავდა ადამიანი თავს სამშობლოს ამ ხალხის თავგანწირვა და ეს სიხარული თითქოს მრავალი აწლეულის იმაში დაგროვილი გესმით ამ კომკავშირის ეს განგაწამებული ხალხი პარტიის დათრგუნული ადამიანი თუ ვერაფერს ვერ შეძლებდა არარეალურ სამყაროში და უცებ ხედავდი არა ფილმში არა დამალულ დაკრძალულ ლიტერატურაში ქუჩაში პირდაპირ ხედავდი შეგვერძე რომ ადამიანი მოდიოდა ტრანსპარანტებით კახეთი თქვენთან არის გურია თქვენთან არის არავითარი აგრესია არავითარი ის არ იყო რომ თავრობის სახლში შევიდეთ არავითარი მოთხოვნა იყო დამოუკიდებლობა თითქოს თავისუფლებას უახლოვდებოდით საოცარი აღდგენება იყო საოცარი მუხტი მოსალოდნელი რეალური საფრთხის შესახებ სისხლიან დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მომიტინგეები საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა გააფრთხილა. უწმინდესმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილები დალოცა და ქაშვეთში გადასვლას თხოვა. მე ახლომაცნობს რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს. მიტინგებში ჩართული იყო ყველა თაობის წარმომადგენელი მოქალაქე და რაოდენ დასანანი არის ის ფაქტი, რომ ძირითადი მსხვერპლი, რომელიც აი ამ რუსის სალდატების ნიჩბებს შეეწინნენ ქალები. ნებისმიერი ასაკის პატარა გოგონაც და საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონიც და ამან იცით რა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ იმას, რომ ქალის როლი ძალიან დიდი არის საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ცხოვრებაში. ისინი ზრდიან ზუსტად იმ შვილებს, რომლებიც მერე თავს წირავდნენ თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ. და ამ შემთხვევაში თავად ამ ქალბატონებმა გაწყირეს თავი. ძალიან თვალნათლივ მახსოვს საღამო, როდესაც
პატრიარქი გამოვიდა და მომართა თავის მრევლს. ფაქტობრივად ყველამ კარგად გააცნობიერა თუ რა სამკვდრო სასიცოცხლო რისკზე მიდიოდა. იმიტომ ფეხი არავის არ მოუწვა და ფაქტობრივად თავის გაწირვის ტოლფასი იყო ასეთი გამოვლინება. რუსეთის ჯარმა არნახული სისასტიკით მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა 9 აპრილს დილის 4 საათზე გენერალ როდიონოვის ბრძანებით დაიწყო. 2550 ჯარისკაცი, 6 ჯავშან ტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 20,000 შეუიარაღებელი ადამიანის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებას ახორციელებდა. როდესაც დაიძრნენ ეს რიგები, მე ძალიან ახლო ვიყავი ჩემი იგლუს. ხალხი იყო, ნამდვილად უკან ვერ დავიხევდი. თან სულ ქალები იყვნენ, ცით ჩემი იგლუს და მალევე ესე ვთქვათ შევეჯახე მათ და მე ესე ვთქვათ დილით უკვე როდესაც დაიკავეს საბჭოთა აი ამ ჯარის ნაწილებმა აი ეს მოედანი მე იმ 20 ცხედართან ერთად ვიყავი და აბსოლუტურად გათიშული. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველაზე გმირული დღეები 21 მშვიდობიანი დემონსტრანტის სიკვდილით დასრულდა. დაშავდა ასეულობით ადამიანი. რუსის ჯარმა კიდევ ერთხელ გამოავლინა დაუნდობელი სისასტიკე. ერთი მომენტი კი დავფიქრდით, აი რა რისთვის, რატო ეყენა ეს ტექნიკა, ხალხიც იყო, ჯარისკაცებიც იყვნენ, მათი სახეებიც კი მახსოვს. მაგრამ ის რომ მაშინდელი ხელისუფლება, საკავშირო ხელისუფლება ჯამშან ტექნიკას გამოიყენებდა, რაღაც არ ველოდა. აი სისხლი რაც დაიღვარა, ეს ჩემთვის დიდი სინანულია დღემდე და გულდასაწყვეტია. იმიტომ წინამეები ამბობენ, ერთი ადამიანის დაღვის სისხლად არ არის მთელი სამყარო. მე დღეს სასულიერო პირი ვარ და ერთი ნუგეში და ერთი იმედი მაქვს, რომ მე იმათ სახელები მაქვს ჩვენთან ტაძარში და ყოველ ღვთისმსახურებაზე ვიხსენია. 1989 წლის 9 აპრილს ყავს გმირები. ეკა ბეჟანიშვილი, ნათია ბაშალეიშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნატო გიორგაძე, აზა ადამია, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვაძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, შალვა ქვასროლიაშვილი, ნანა სამარგულიანი, მარინა ჭყონია სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარცელაძე. ამ 21 ადამიანის დაღვრილი სისხლი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლის ფასად გაღებული მსხვერპლი მუდამ იქნება სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი არჩევანი არის თავისუფლება. მენტალიტეტი შეიცვალა, რომ თურმე საბჭოთა პერიოდის ჩუმი პროტესტის სახში რომ ვაპროტესტებდით და ქუჩაში გვეშინოდა, ხო, ეშინოდათ. აი ეს მოიხსნა. თურმე შეიძლება, თურმე რაღაც სხვა მოგვეღება. პირველად არის საშიში და ძნელი, თურმე შეიძლება რომ თავშიც ჩაგარტყან და მაინც იბრძოლო. აი ეს მოიტანა, რომ რაღაც ცხვირი აგვაწევინეს, რაღაც ერთში გავიშალებ, თითქოს რომ შესაძლებელია რაღაცები, აბსოლუტურად სხვა რეაქცია, სხვა რამეს ელოდნენ და სხვა რამე მიიღეს. ეს მე მგონი და მე იმის გამოძახილია ყველაფერი, რაც მოყვება გათამამდე ხალხი. რაღაც მოუნდათ რა, მოუნდათ ადამიანობა. თელმა ხალხმა ჩვენმა გამოავლინა საოცარი ნება, საოცარი თავდადება, თავგანწირვა და საოცარი წადილი სწორედ დამოუკიდებლობისად. ამ მოვლენამ ამ დღემ გარდატეხა შეიტანა ჩვენ უახლეს ისტორიაში და უპირველეს ყოვლისა შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. ოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.